წარმოიდგინეთ, რომ მოსკოვში ცხოვრობთ, ხომ ასეა? ეხლა, წლები, რომელიც რუსული ფუფუნების გარემოში გაატარეთ. პუტინმა გითხრათ, რომ ყოველთვის უსაფრთხოდ იქნებოდით. არავის შეეძლო ოდესმე რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმა. მაშინაც კი როცა მან დაიწყო თავისი შეშლილი ომი უკრაინაში, პუტინმა დაგარწმუნათ, რომ მოსკოვს არასდროს შეეხებოდნენ. უკრაინას უბრალოდ ეს არ შეეძლო. როგორ შეიცვალა დრო, უკრაინამ ისევ ძლიერად დაარტყა მოსკოვს. პუტინს თავისი დედაქალაქის დაცვა აღარ შეუძლია. დრონები დაფრინავენ, ბომბები ცვივა და საჰაერო თავდაცვა, რომელიც თითქოს გაუვალი უნდა იყოს, დუალი უნდა იყოს, შვეიცარი უხვალზე მეტი ხვრელებით ასავსე. ჩვენ მივდივართ პატარა ქალაქ ნოგინსკში. კრემლიდან დაახლოებით 50 კილომეტრში მდებარე ეს ქალაქი არაფრით გამორჩეული ჩანს. ცოტა მოსაწყენია, მაგრამ ნოგინსკში მდებარეობს ნავთობის საცავი, რომელიც დედაქალაქს ემსახურება, რაც ამ ქალაქს უკრაინის სამიზნედ აქცევს. და მართლა, უკრაინამ ზუსტად სამიზნის შუაგულში დაარტყა. 18 ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის დრონებმა პირდაპირ დარტყმა მიამიაყენეს ნოგინსკის ნავთობის საცავს. რუსეთს ამ დარტყმის დამალვა ვერ შეძლო, ვერ შეძლებდა. მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა უკვე დაადასტურა, რომ რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი რეგიონი უკრაინის დრონების თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის ჩვეულ ტაქტიკას, როცა ცდილობს თავი ისე მოაჩვენოს, თითქოს არაფერი მომხდარა, მაგრამ როცა კადრებს ნახავთ, მიხვდებით რატომაც. სადაც კვამლია, იქ ცეცხლიცაა და ნოგინსკის ნავთობის საცავიდან საშინლად ბევრი კვამლი ამოდის. ასტრასა და ქსელანოვა პლუსი, რომლებიც ორივე დამოუკიდებელი რეპორტაჟების ბასტიონებია რუსეთის შიგნით და ასახავენ რეალობას, რაც ხდება უკრაინის დრონების იერიშების შემდეგ, გაავრცელეს ვიდეო და ფოტომასალები შემთხვევის ადგილიდან. 18 ივლისის დილით თვითმხილველებმა გამოაქვეყნეს კადრები, სადაც ჩანს ხანძარი და აფეთქებები. ასტრას ოსინთ ანალიტიკოსმა დაადგინა, რომ დაწვაში მყოფი ობიექტი მოსკოვის რეგიონში მდებარე ნოგინსკის ნავთობის საცავია, განაცხადა ასტრამ. მან გააზიარა ვიდეო, სადაც ჩანს ნავთობის საცავიდან ამოსული უზარმაზარი კვამლის სვეტი, ვედი. ასევე გეოლოკაციური სურათი, რომელიც ზუსტად აჩვენებს თუ რას დაარტყა უკრაინამ. ქსელანოვა პლუსი უფრო მოკლედ გამოხატა თავი. გამოცემის ინფორმაციით, ნოგინსკის ნავთობის საცავი კვლავ იწვის. მათ ასევე გააზიარეს 3 ვიდეო, სადაც ჩანს კვამლი და ცეცხლის ენები, რომლებიც ცას ეხება. პატარა ქალაქში ამას ხალხს ვერ დაუმალა. ნოგინსკში მცხოვრები ყველა ადამიანი გაიგონებდა დრონების ზუზუმს. ნახავდა, როგორ ვერ გაართვა თავი რუსულმა საჰაერო თავდაცვამ და თუ გაბედავენ და ნავთობის საცავს მიუახლოვდებიან, ცეცხლის სითბოსაც იგრძნობენ. უკრაინა არ მორიდებია ამ ბოლო გამარჯვების საჯაროდ გამოქვეყნებას რუსეთის წინააღმდეგ. პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ Facebook-ზე გამოაქვეყნა ვიდეო რგოლი, სადაც კიდევ უფრო მეტი კადრია კვამლისა და იმ დრონების, რომლებიც უკრაინამ გამოიყენა. დღეს ჩვენი შორი მოქმედების სანქციები მოქმედებდა რუსეთის ტერიტორიაზე 3 სხვადასხვა ადგილას, ასევე ჩვენს დროებით ოკუპირებულ მიწაზე და ზღვაში, დაიგრგვინა უკრაინის პრეზიდენტმა. მან ასევე მოგცა პატარა მინიშნება. უკრაინამ მხოლოდ ნოგინსკი არ დაარტყა. უკრაინის დრონების ოპერატორები იშვიათად ამახვილებენ ყურადღებას მხოლოდ ერთ სამიზნეზე. სხვა ობიექტების დაიცვა, რომელთაგან ერთ-ერთი პუტინისა და მისი გარემოცვისთვის კრემლთან ძალიან ახლოს იყო. მოგვიანებით სხვა ობიექტებზეც ვისაუბრებთ, მაგრამ ჯერ ნოგინსკის ნავთობის საცავი იყო მთავარი სამიზნე რამდენიმე მიზეზის გამო. Media United 24 იუწყება, რომ ნოგინსკში მდებარეობს 24 საწვავის შესანახი ავზი, რომელთა საერთო მოცულობა 11500 კუბურ მეტრს შეადგენს. ეს საწვავი, რომელშიც შედის დიზელი, ბენზინი და ნავთი, ინახება იქამდე, სანამ მას მთელ მოსკოვში მოაჯრეებსა და მომწოდებლებს მიაწვდიან. ასე რომ სწორად გამოიცანით, უკრაინამ კიდევ ერთი დარტყმა განახორციელა, რომელმაც რუსეთის საწვავის კრიზისი უფრო გაამწვავა, ვიდრე ადრე იყო. ნოგინსკში ხანძარი მოსკოვის მასშტაბით უამრავ მანქანაში ცარიელ საწვავის ავზებს გამოიწვევს. ეს არის უკრაინა, რომელიც კიდევ ერთხელ აჩვენებს პუტინის ხალხს, რომ მას არ შეუძლია რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქში დაცვა უზრუნველყოს. პუტინსაც არ შეუძლია რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის დაცვა. როდესაც ნოგინსკის საწყობი იწოდა, უკრაინას თვალი უფრო დიდ მიზანზე ჰქონდა მიპყრობილი. მოსკოვთან ახლოს მდებარეობს ვაილდბერისის ლოგისტიკური საწყობიც. ელექტროსტალში მდებარე ეს უზარმაზარი 188,000 კვადრატული მეტრის ობიექტი ეკუთვნის რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ონლაინ გატიდვების კომპანიას, რომელიც მართავს გიგანტურ ელექტრონულ სავაჭრო პლატფორმას. ეს გარკვეულწილად Amazon-ს გავს, თუმცა რუსეთის მასშტაბით. ჩვენ ვიცით, რომ Wildberries აქვს როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო დანიშნულება. ასტრას ინფორმაციით, ეს საცალო ვაჭრობის კომპანია აწვდის დრონების გამართვის ხელსაწყოებსა და სხვა სამხედრო აღჭურვილობას, ასევე სამომხმარებლო პროდუქტებს, რომლებიც მთელ რუსეთში იყიდება. ეხლა ეს ნოგინსკის ნავთობის საცავი იწვის, უკრაინული დრონების ძლონების ძლიერი იერიშის შეშემდეგ. Wildberries-ის საწობიდან ამოსული კვამლი კიდევ უფრო ინტენსიურია, ვიდრე ნოგინსკში ნანახი, რაც მიუთითებს, რომ უკრაინამ ამ მოსკოვის ოლქში მდებარე საწობის დიდი ნაწილი გაანადგურა. ამჟამად მთლიანად მიყენებული ზარალი ფასდება. თუმცა Euromaidan პრესის თქმით, ზოგიერთი შეფასებით Wildberries-ში ამჟამად $1.3 მილიარდ ღირებულების საქონელი იწვის.
ეს ცუდი შედეგი არ არის შორ მანძილზე მოქმედი დრონებისთვის, რომლებიც ამ თანხის მცირე ნაწილს ღირს. ეს ციფრებიც რუსული მონიტორინგის არხებიდან მოდის, ითხოვინება Euromaidan Press-ი და უკრაინის შეფასებამ შეიძლება გაცილებით მაღალი დანაკარგები გამოავლინოს. ჩვენ ვიცით, რომ Wild Berries-ი სამხედრო აღჭურვილობას კითის, მაგრამ უნდა დავსვათ კითხვა, რატომ მაინც და მაინც ეს ობიექტი? ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინამ Wild Berries-ის საწყობს დაარტყა, მისი მდებარეობა. ელექტროსტალი მოსკოვიდან მხოლოდ დაახლოებით 60 კილომეტრშია, ასე რომ ამ ქალაქში დარტყმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გზამილს, რომელსაც უკრაინა ცდილობს რუსეთს თავს ჩაუჭედოს იმის შესახებ, თუ როგორ ვერ იცავს მოსკოვის საჰაერო თავდაცვა ქალაქს. თუმცა ამ დარტყმას შურისძიების ელემენტიც აქვს. რუსეთის შორი მოქმედების კამპანიის ერთ-ერთი ნაკლებად გაშუქებული ასპექტი უკრაინის წინააღმდეგ არის ის, რომ რუსეთი არაერთხელ ესხმის თავს ანალოგიურ ობიექტებს, რომლებიც ემსახურება უკრაინის სამხედროებსა და მოსახლეობას. უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ონლაინ გატეგოების კომპანია Novopost-ი პუტინის ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ გამხდარა რუსული დრონებისა და რაკეტების სასამიზნე. უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფოსტო და ლოგისტიკურ ოპერატორ Novopost-ს საწყობები აქვს მთელ უკრაინაში. 2023 წლის ოქტომბერში რუსულმა რაკეტამ დაარტყა Novopost-ის ტერმინალს კროტიჩში, რომელიც ხარკოვის ოლქში მდებარეობს. იმ რაკეტის შედეგად 6 თანამშრომელი დაიღუპა, კიდევ 17 ადამიანი დაშავდა და ასობით ამანათი განადგურდა. გადავიდეთ 2026 წლის შუა პერიოდზე და ჩანს, რომ რუსეთმა Novopost-ს რეგულარულ სამიზნედ აქცია. 2 ივლისს რუსული ტიპის შაჰედის დრონმა დაარტყა კომპანიის ერთ-ერთ დასახარისხებელ ცენტრს ზაპოროჟიაში. მეორე დღეს რუსულმა დრონებმა კიდევ ერთი დასახარისხებელი ცენტრი ამოიღეს მიზანში, ამჯერად დნიპროში. და თავდასხმები კვლავ გრძელდება. ივლისის 5-ს კიევში Novopost-ის ტერმინალზე დარტყმა განხორციელდა, მალევე კიდევ ერთი დარტყმა კრივოი რიფში მდებარე ტერმინალზე. რუსეთი ასევე უტევს Novopost-ის ფილიალებს, როგორც ეს მოხდა ჩერნიგოვში ივლისის დასაწყისში და კრემენჩუკში 16 ივლისს. რუსეთი აშკარად მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ლოგისტიკის დარღვევა ლეგიტიმური საომარი სტრატეგიაა. რაც რუსულ მოხარშულ ბატს მოუხდება, ისევე მოუხდება უკრაინულ ბატსაც. Wild Berries-ის საწყობის დაწვა აჩვენებს პუტინს, რომ მისი მცდელობამ წყობრიდან გამოიყვანოს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სასაკურიერო კომპანია, შეიძლება იგივე ცეცხლით ეუპასუხონ. ჩვენ ახლახან ვიხილეთ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის სრული მარცხი უკრაინის დრონების წრონების წინააღმდეგ. და ამ პრობლემის უკან კიდევ ერთი პრობლემა დგას. ეს პიტკას. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ეს თავდაცვა მარცხდება. მოსკოვი უკრაინისთვის რეგულარულ სამიზნედ იქცა. ეს ბოლო დარტყმები მოჰყვა წინა შემთხვევებს, რომლებიც აჩვენებს, რამდენად დაუცველი გახდა რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალაქი. მაისში უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დრონების შეტევა განახორციელა. კვირის განმავლობაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტი დაარტყა მოსკოვში, ოვში, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მოსკოვის მოსახლეობისთვის საწვავის დიდ ნაწილს აწარმოებს. ერთი თვის შემდეგ ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კვლავ დაარტყეს. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსკოვის მცხოვრებლებმა დაიწყეს ჩივილი, რომ მათ ქუჩებზე შავი წვიმა წვიოდა. ეს არის ახალი რეალობა მოსკოვის მოსახლეობისთვის 2026 წელს. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ყველაზე დაცულები რუსეთში. დიახ, ისინი არ იყვნენ უკრაინიდან უფრო შორს, ვიდრე ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ სიბირეში ან რუსეთის სხვა შორეულ რეგიონებში, მაგრამ ისინი მოსკოვში იყვნენ, რუსეთის გვირგვინის მარგალიტად წოდებულ ქალაქში. გარშემორტყმულნი ისეთი მჭიდრო საჰაერო თავდაცვის ფენებით, რომ იქ არც კი უნდა გაევლო ბუს. პუტინმა უთხრა მათ, რომ უსაფრთხოდ იქნებოდნენ, მაგრამ ეს ილუზია ახლა დაიმსხვრა. ზუსტად ისე, როგორც ნავთობის გადამამუშავებელი ქარხნები, საწყობები და დეპოები მოსკოვში, რომლებიც ოლოში, რომლებიც იწვის მას შემდეგ, რაც უკრაინის დრონებმა კიდევ ერთხელ მიაყენეს პირდაპირი დარტყმები. მოსკოვი აღარაა თავშესაფარი, ეხლა ის სამიზნეა. და რომ გავიგოთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, უნდა ჩაუღრმავდეთ მოსკოვის საჰაერო თავდაცვის მითს და გამოავლინოთ, რატომ ვერაფერს ახერხებს პუტინი რუსეთის დედაქალაქის დასაცავად. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, ეს არის The Military Show. თუ ასეთი ანალიზი გსურთ იხილოთ, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. ჩვენ ყოველ კვირას ასე ვშლით ყველაფერს დეტალურად. მოსკოვის საჰაერო თავდაცვა. რა ჯანდაბა მოხდა? ეს იქნება კითხვა, რომელიც მილიონობით მოსკოველს გაუჩნდება, როცა კიდევ ერთ ცნობას ნახავენ მათი ქალაქის გარშემო და შიგნით მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვის შესახებ. და ამ კითხვაში გაკვირვებული ტონი გასაკვირი არ არის, რადგან მოსკოვი თითქოს დაცულია მრავალფენოვანი საჰაერო თავდაცვით, რომელიც ასეთ რამეს უნდა უშლიდეს ხელს. ამ თავდაცვის ფენებს სახელიც კი აქვთ: რკინის რგოლი. მოსკოვი ყოველთვის კარგად იყო დაცული, მაგრამ ჯერ კიდევ 2025 წლის მაისში რუსეთი აძლიერებდა ამ საჰაერო თავდაცვას ახალი პოზიციების განთავსებით, ქალაქის ცენტრალური რგოლის გზაზე და ბეტონის რგოლზე რობოლზე, პარალელურად გადის ამ გზასთან. ეს თავდაცვითი პოზიციები მოსკოვიდან დაახლოებით 50 კილომეტრში იყო განთავსებული. ირონიულად, თითქმის იმავე მანძილზე, როგორც ის ობიექტები, რომლებზეც უკრაინამ 18 ივლისს მიიტანა იერიში. ერთი წლის შემდეგაც კი რუსეთი კვლავ აძლიერებდა რკინის რგოლს. ამჯერად კი ეს მოხდა იმ სავალალო გამარჯვების დღის აღლუმის წიროსეთმა წინ, რომელზეც რუსეთმა უარი თქვა სამხედრო ტექნიკის ჩვენებაზე იმის შიშით, რომ უკრაინა მას დაარტყამდა. კიევ-პოსტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოსკოვის გარშემო ათეულობით საჰაერო თავდაცვის კოშკი აშენდა, სულ 43.
რომლებიც ყველა ბოლო 12 თვის განმავლობაში იყო აგებული. საშუალო დამკვირვებლისთვის მოსკოვის რეპუტაცია როგორც ციდან მომავალი ნებისმიერი საფრთხისგან თავდაცვის უნარის მქონე ციხესიმაგრისა სრულიად დამსახურებულად გამოიყურებოდა. რეალობა როგორც ახლა ხედავთ, სრულიად განსხვავებულია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსკოვის გარშემო რუსეთის საჰაერო თავდაცვის სასოწარკვეთის ნიშნები გამოჩნდა. ერთმანეთის მიყოლებით გავრცელებული ცნობები გვამცნობს, რომ რუსეთი აქტიურად იღებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს ფრონტის ხაზიდან, რათა დაიცვას რუსეთის დედაქალაქი. ეს ძალის დემონსტრირება არ არის. ეს მიუთითებს, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა სუსტია უკრაინის დრონების წინააღმდეგ და კრემლის ერთადერთი სტრატეგია იგივეა, რაც უკრაინის ბრძოლის ველზე გამოიყენება, რაოდენობა ხარისხზე მეტად. 24 ივნისს კიევ ინდეპენდენტმა გავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა საჰაერო თავდაცვის სისტემები გადაანაწილა როგორც მოსკოვში, ასევე ქერჩის ხიდზე, რომელიც ყირიმისკენ მიდის. ორივე შემთხვევაში უკრაინული დრონების თავდასხმების გაძლიერების შიშის გამო. ეს განცხადება თავად ზელენსკიმ გააკეთა და შემდგომმა რეპორტაჟებმა მალევე დაადასტურეს, რომ ის მართალი იყო. 15 ივლისს კიევ პოსტმა გავრცელა ინფორმაცია, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც ადრე განთავსებული იყო რუსეთის ყველაზე მნიშვნელოვან არქტიკულ ბაზებზე, მათ შორის როგაჩეოსა და სევეროდვინსკში, იდუმალებით გაუჩინარდა. S-300 და S-400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები იქ იყო განთავსებული, რომელთა დიდი ნაწილი მოგვიანებით მოსკოვისკენ გადაადგილდა. რამდენიმე დღის შემდეგ 19 ივლისს Defense Express-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ასევე გადაიტანა S-300 და S-400 სისტემები სევმაშისა და ზვესდოჩკას გემშენებელი ქარხნებიდან, რომელთაგან სევმაში ერთადერთი ქარხანაა რუსეთში, რომელსაც ბირთვული წყალქვეშა ნავების აშენება შეუძლია. ხოლო ზვესდოჩკა ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქარხანათაგან, რომელსაც რუსეთში ბირთვული ძრავით აღჭურვილი სამხედრო გემების შეკეთება შეუძლია. სულ 20 რვა გამშვები დანადგარი გადაიტანეს, ნაწილი ყირიმში განალაგეს, ნაწილი კი მოსკოვში. ეს გვიჩვენებს შიშს და თან ძალიან დიდს. რუსეთი აშკარად აწყდება საჰაერო თავდაცვის კრიზისს, რადგან უკრაინის დრონები ძლიერდება და კრემლი უჭირს შეგუება იმ ფაქტთან, რომ რუსეთი მთლიანად დასაცავად ძალიან დიდია. ამიტომ მოსკოვი ყირიმთან ერთად პრიორიტეტად იქცა. სხვა მნიშვნელოვანი ობიექტები უნდა დასუსტდეს იმისათვის, რომ დაიცვან დედაქალაქი, რომელზეც პუტინი ყოველთვის ამბობდა, რომ მის მიდერ დაწყებული ომი არასოდეს შეეხებოდა. მაგრამ არც ერთი ამ სასოწარკვეთილი ქმედებიდან არ გამართლდა. რატომ? არსებობს რამდენიმე პრობლემა, რომელიც რუსეთს აქვს და ეს ყველაფერი ნათლად ჩანს 19 ივნისის მედუზას ანგარიშში. უკრაინის დრონების რაოდენობა აშკარა პრობლემაა. 2026 წელს უკრაინა რუსეთში რამდენიმე ათეულ დრონს კი არ აგზავნის, არამედ ასეულობით თითოეულ თავდასხმაზე. ამ შემთხვევაში რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანია. მეტი დრონი ნიშნავს უფრო დიდ დატვირთვას რუსეთის საჰაერო თავდაცვაზე. ამ თავდაცვამ შეიძლება 100 დრონი ჩამოაგდოს, მაგრამ მაინც გამორჩეს 5 ან 6, რომლებიც გაივლიან და მიზანს მიაღწევენ. მედუზა ასევე მიუთითებს, რომ რუსეთის საზღვრის რეგიონებში დრონების აღმოჩენის სისტემა საერთოდ არ აქვს. გარდა ამისა, არ არსებობს ცენტრალიზებული სისტემა, რომელიც რეგიონებს შორის ინფორმაციის გაზიარების საშუალებას მისცემდა, განსაკუთრებით იმ რეგიონებს შორის, რომლებიც შესაძლოა თავდასხმის სამიზნე გახდნენ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უკრაინას შეუძლია რუსეთის საზღვრის დაცვის გარღვევა და მოსკოვს წარმოდგენაც არ აქვს, რომ უკრაინის დრონები მისკენ მოდიან, სანამ ქალაქის გარშემო დამონტაჟებული საჰაერო თავდაცვის რადარები მათ არ დააფიქსირებენ. ნებისმიერი რეაგირება შემდეგ უკვე პანიკური და რეაქციულია. მოსკოვს წინასწარ მომზადება არ შეუძლია, რადგან მონაცემები არ აქვს. და ბოლოს თავად თავდაცვებზე უნდა ვთქვათ. ადრე ვისაუბრეთ S-300-ებზე და S-400-ებზე. ისინი რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების უმეტესობასთან ერთად შექმნილია რაკეტებისა და თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად. დრონები განსხვავებულები არიან. ისინი უფრო პატარა ზომის არიან და უფრო დაბლა დაფრინავენ, ვიდრე რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების უმეტესობის სამიზნეები, რაც ნიშნავს, რომ ეს თავდაცვები ან ვერ აფიქსირებენ უკრაინის დრონებს, ან ვერ ახერხებენ მათ ჩამოგდებას, როცა დრონები აღმოჩენილია. დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონები ასევე ქმნიან შეცდომით გასროლის შესაძლებლობას. საჰაერო თავდაცვის რაკეტა, რომელიც ათეულობ კილომეტრზე მაღლა მიფრინავს თვითმფრინავის დასაბრთმელად, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიზანს მიწასთან ახლოს მოართვას. მაგრამ რაკეტა, რომელიც თავს ესხმის დრონს, რომელიც მიწიდან მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის სიმაღლეზეა, ეს უკვე სხვა ამბავია. ამ ყველაფრის მოკლე ვერსია ისაა, რომ მეტი არ ნიშნავს უკეთეს რუსეთისთვის, როცა საქმე დრონებს ეხება. რკინის რგოლის გაძლიერებას მნიშვნელობა არ აქვს. ეს რგოლი არ არის შექმნილი იმ დრონებთან გასამკლავებლად, რომელსაც უკრაინა აგზავნის. და ამას ხედავთ მაშინ, როცა ეს დრონები მაინც ურტყამენ სამიზნეებს, რომლებიც კრემლიდან რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებით არიან. ეხლა გგონია, რომ რაღაც გვავიწყდება აქ. რა თქმა უნდა. გაიხსენეთ ზელენსკის კომენტარები იმის შესახებ, თუ რას დაარტყა უკრაინამ თავის ბოლო იერიშებში. მან თქვა, რომ სამი სამიზნე იყო. ჩვენ ორზე უკვე გიამბეთ. მესამე მოსკოვში არ იყო, რაც გვიჩვენებს, რამდენად შთამბეჭდავი გახდა უკრაინის ღრმა დარტყმების კამპანია. უკრაინას შეუძლია ერთ ღამეში მთელი რუსეთის დაარტყმასშტაბით დაარტყას დედაქალაქს და სამიზნეებს მრავალი კილომეტრის დაშორებით, ოსტატურად კოორდინირებულ იერიშებში. უკრაინის მესამე სამიზნე იყო სტავროპოლის მხარეში, სადაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 3 ნავთობსაცავის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა, რის შემდეგაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში კიდევ ერთ საწვავის ობიექტზე მიიტანეს იერიში. სტავროპოლის მხარე მოსკოვთან ახლოს არ არის. ის რუსეთის დედაქალაქიდან თითქმის 1300 კილომეტრითაა დაშორებული, რაც კიდევ ერთხელ გვიჩვენებს უკრაინის დრონების იერიშების მასშტაბსა და სიღრმეს.
ამ რეგიონში ხანძრები დაფიქსირდა ვიაზნიკების სოფელში და სტავროპოლის ჩრდილოეთ ნაწილში. უკრაინის მიერ რუსეთის საწოვის სამიზნედ არჩევაზე უკვე ვისაუბრეთ. ეს კიდევ ერთი მაგალითია. არ აქვს მნიშვნელობა სად იმყოფებით რუსეთში. თქვენ უყურებთ როგორ იწვის ბენზინი და დიზელი, ნაცვლად იმისა, რომ თქვენს მანქანაში ჩასხან. ეს ტკივილია, რომელიც რუსეთში დაბრუნდა ისე, როგორც პუტინი დაპირდა, რომ არასოდეს მოხდებოდა. ამით კარგად მივდივართ ბოლო პუნქტამდე, რომელსაც ამ ვიდეოში აღვნიშნავთ. პუტინს აღარ შეუძლია რუსეთის ან მისი დედაქალაქის დაცვაცვა და პუტინიც ამას კარგად იცის. ჩვენ უკვე ვიხილეთ აღიარების მინიშნება რუსეთის ეგრეთ წოდებულ დიდ დამცველისგან, რომ რუსეთს თითქმის გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის გამარჯვების დღის აღლუმზე სამხედრო ტექნიკა არ გამოეფინათ, აღიარება იყო. არ არსებობდა სხვა მიზეზი ამ ტექნიკის გამოტანისა, გარდა იმისა, რომ რუსეთს უკრაინის დრის დრონების ეშინოდა. ეს შიში ხალხს ყველაფერს ეუბნება იმის შესახებ, თუ რამდენად აქვს კრემლს ნდობა მოსკოვის საჰაერო თავდაცვის მიმართ. როდესაც საწოვის კრიზისი რუსეთს აზანზარებს, პუტინიც იძულებული გახდა იშვიათად საჯაროდ ეღიარებინა, რომ შესაძლოა, უბრალოდ შესაძლოა, სწრაფად დაცარიელებულ ბენზინგასამართ სადგურებზე გრძელი რიგები იმაზე მეტ წარმატებაზე მიუთითებს უკრაინისთვის, ვიდრე პუტინს ოდესმე ეგონა. რუსეთის ლიდერს არასდროს სურდა ასეთი აღიარებების გაკეთება. ეს არის ადამიანი, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტად დამალოს ომის რეალობა, რომელიც თავად დაიწყო საკუთარი ხალხისგან, განსაკუთრებით კი მოსკოველებისგან. მაგრამ მიწაზე გაჩენილი ცეცხლი, ცაში ასული კვამლი და ბენზინგასამართ სადგურების დაცარიელება ვერ დაიმალება. პუტინმა კონტროლი დაკარგა. ის ამას კარგად იცის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რუს ხალხს ეს არ გაუგოს. მაგრამ ეს ხალხი უკვე ხედავს მინიშნებებს. პუტინს ვეღარ შეუძლია დაარწმუნოს მოსკოვის ან რუსეთის სხვა ნებისმიერი ადგილის მოსახლეობა, რომ ეს ომი მათ არ ეხებათ. ისინი ას ყოველდღე. ისინი ამას ყოველდღე ხედავენ, როცა უკრაინის მორიგი დრონები თავზე გადაუფრენენ. ატლანტიკური საბჭო მიუთითებს უკრაინის დარტყმებზე სანქტ-პეტერბურგში, ივნისში, რომლებიც ისე დაიგეგმა, რომ დამთხოვდა იმ დროს, როცა ათასობით ადამიანი, მათ შორის ბევრი უცხოეთიდან, ჩავიდა ქალაქში, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე. ამ დარტყმებმა რუსეთში გამოიწვია დებატები იმის შესახებ, რამდენად გამართულია ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემა. ამ დებატები ახლა კიდევ უფრო გააქტიურდება, რადგან მოსკოვის ოლქში კიდევ უფრო მეტი ობიექტი დაიბომბა. და აშკარა პასუხი, რომელსაც ვერავინ მიიღებს, ვინც რუსეთის საჰაერო თავდაცვაზე კითხულობს, არის ის, რომ არა, ეს თავდაცვა საკმარისად კარგი არ არის. ისინი არც გაუმჯობესდება რამდენ სისტემას და რადარსაც არ უნდა ჩამოიღოს პუტინმა ფრონტიდან. წარმოიდგინე ახლა თავი მოსკოველის ადგილას. ახლახან ნახე ახალი ამბავი, რომ კიდევ რამდენიმე უკრაინული დარტყმა მოხდა სულ რამდენი კილომეტრში შენი ქალაქიდან. იცი, რომ რუსეთში საწვავის კრიზისია. მაშინაც კი პუტინმა აღიარა ეს. თუ ქალაქის გარეუბანში ხარ, შეიძლება თვალი მოჰკრა ნავთობის საცავიდან ან საწყობიდან ამავალ კვამს, რომელიც ახლახან დაარტყეს. თუნდაც ვერ ხედავდე შენს Wild Berries-ის ანგარიზე ახლახან მიღებული შეტყობინება, რომ შენი მიწოდება მოულოდნელად გადაიდო, მინიშნებაა, რომ რაღაც ცუდი ხდება. რას იფიქრებდი პუტინზე ამ მომენტში? ალბათ იმას, რომ დროა იმ ლიდერმა, რომელმაც დაკპირდა და ვერ შეძლო შენი ქალაქის დაცვა, რუსეთი უკრაინიდან გაიყვანოს. უკრაინის მიზანია იმდენ რუს გაუჩნდეს ეს გზნობა, რომ პუტინმა ვეღარ შეძლოს მათი იგნორირება. და ახლა, როცა მოსკოვზე თავდასხმან, თავისუფლად შეიძლება საზოგადოებრივი უკმაყოფილების ტალღამ, რომლის შექმნასაც უკრაინა ცდილობს, შეიძლება პუტინის ამბიციები უფრო მალე წალეკოს, ვიდრე ფიქრობთ. საბოლოო ჯამში პუტინსა და მის გარემოცვას არ შეუძლიათ იტრაბახონ რაიმე დიდ წარმატებაზე, რომ მოსკოვში ცეცხლმოდებული ობიექტების ამბავი გადაფარონ. სვერპლის რაოდენობა 2026 წლის ნებისმიერ პერიოდთან შედარებით უფრო მაღალია. პუტინმა კიდევ ერთხელ გადადო დონეცკის დაცემის ვადა, რადგან მისი ჯარები ძალიან ცუდად ასრულებენ. და ხელოვნური ინტელექტის დრონებით გამოწვეულ საბიუჯეტო დეფიციტებთან და უკრაინის გრძელდისტანციური დარტყმების გაძლიერებასთან ერთად, საქმეები მხოლოდ უარესდება რუსეთის პრეზიდენტისთვის. დაიგეთ ამის შესახებ ყველაფერი ჩვენს ვიდეოში. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეტყობინების არის ჩართვა, რომ მომავალშიც მიიღოთ მეტი The Military Shows-გან თქვენს ფიდში. მადლობა ყურებისთვის, ბისთვის.